ახლა კი ტრადიციული ტოპ-10-ული, სადაც წინა კვირის 10 საუკეთესო მომენტს შემოგთავაზებთ. მეათე პოზიცია ლოს ანჯელეს კლიპერსი ლეიკერსის წინააღმდეგ ვნახოთ სამქულიანი რომელიც არ ვარდება და დეანდრე ჯორდანი დააბრუნეთ ბურთი კალათში ფეხისა და აქვს დააკვირდით დეანდრე ჯორდანი მეცხრე ადგილი OKC სან ანტონიო ერთი წამირჩება მესამე მეოთხედის დასრულებამდე ერიკ მეინორი სეერნობით მიიწევს წინ ისვრის ძალიან შორიდან და აგდებს მერვე ადგილი ნიუ ორლეანი იუტა ჯაზის წინააღმდეგ 86-86 ბოლო წამები გრეივის ვასკესი გრეივის ჰეივარდის ვარდნა დაიშალა ბანდა ჯაზმენები სახლში წავიდნენ თამაში დამთავრდა მეშვიდე ადგილი ჯერალდ გრინი მწვანე შუქიანთო აქ ინდიანა პეისერსის მფრინავს რომელიც დარწმუნებული ვარ წელს კიდევ ძალიან ბევრ ეფექტურ მომენტს შემოგთავაზებს. მეექვსე ადგილი მემფისი გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ და დააკვირდით რუდი გეის სასწაული რევერსი ენდრიუ ბოგას თავზე დაახია ბურთი აქ 22 ნომერმა ბოგატი დღეიდან ბორატი გახდა. მეხუთე პოზიცია ბოლო წამები ლებრონ ჯეიმსი ბურთით ეს მომენტი გეხსომებათ გადაცემა გააკეთა მეფემ და რეი ალენის ძალიან რთული სამქულიანი პლუს ერთი საჯარი იმანუ რეი გამოირჩევა ესეთი ეპიზოდებით აქ ალბათ რაღაც კომენტარის გაკეთება რთულია. მეოთხე ადგილი ნიუ ორლეან ჰორნეტსის სწრაფი გარღვევა სან ანტონიოს წინააღმდეგ ისევ გრეივის ვასკესი და ალფარიკ ამინუ ამინ მესამე პოზიცია 84-84 OKC სან ანტონიო ბოლო წამები და ტონი პარკერის გადამწყვეტი სროლა ბენგ მოიგო თამაში ფრანკმა გამთამაშებელმა ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო დაასამარა ამ სროლით ოკლაჰომა სიტი თანდერი. მეორე ადგილი ბრუნდება ჩვენს ტოპ-10-ში რაჟან გლიორი რონდო თავისი აკრობატული მოძრაობებით ნუ აქ დააკვირდით რასიზამს რონდო ხელის ერთი მოძრაობით ასე მარტივად ჩააბრუნა ბურთი კალათში ნუ სასწაული კალათბურთელია ვერაფერს იტყვი საოცარი ეპიზოდი და პირველი ადგილი 0.7 წამია დარჩენილი მილვოკი კლივლენდი და ბრენდან ჯენინგსის სასწაული სროლა ჯერ სად მოვასწრო ბურთის დაჭერა შემდეგ გაშვება და ჯენინგსმა ფენიქსივით გააცოცხლა მილვოკის შანსები მოიგო კიდეც ეს შეხვედრა ბაქსმა